ამ ბინაში ცნობილი კომპოზიტორი ანდრია ბალანჩივაძე ცხოვრობდა, რომელიც საბალეტო და სიმფონიური მუსიკის ფუძემდებელია. ანდრიას სახლს მისი შვილიშვილი, წარმატებული მხატვარი ანტონ ბალანჩივაძე დაგვათვალიერებინებს. გამარჯობა. გამარჯობა. ძალიან ლამაზი და ისტორიული ბინაა. ჩვენი საყვარელი ავოკადო, რომელიც მე მგონი ერთ-ერთი პირველი იყო საქართველოს თბილისში. ძალიან უცნაური სცენარია, სხვადასხვა უსმენს მუსიკას და მამაჩემი რო უკრავდა ხოლმე აქ მეცადინეობდა, ესე თითქოს ფოთლებს ატრიალებდა ხოლმე, ესეთი განცდაც იყო. აქ მხოლოდ მამა თქვენის ნახატებია ამ ოთახში? ანუ ძირითადად. საყვარელი ნახატი ხო არ არის რომელიმე თქვენი? თავისებურად ყველა საყვარელია. ну ეს ნამუშევარია, მისი ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი, ძალიან საინტერესო ავგაროზი მეფე ავგაროზის თემაზე. ეს არის ბებიაჩემის და ბაბუაჩემის ანდრია ბალანჩივაძის და პანას ესე იგი თავის დროზე შეძენილი როკოკოს ავეჯი, რომელიც ესე იგი ძალიან მოწონდა და ანდრია სულ ვიცით ადგილი არ ყოფნიდა ხოლმე სამუშაოდ. ამ ოთახში წერდა ხოლმე როგორც წესი მუსიკას და ოხ ეს როკოკო სულ იზახდა, სულ ყველგან როკოკოა და რაღაცა სულ ამხელა ავეჯი ცოტა ის იყო ხოლმე მოუხერხებელი. ესეც სამ როკოკოს ფრანგული როკოკოს ნაწილია. არ განაწილდა ერთ ოთახში, ამიტომ ყველგან რაღაც ნაწილები არის ამ როკოკოსი და რასთავარი არც ერთი უჯრა არ იღებოდა ხოლმე რა დროს სულ ეს იყო, მაგრამ ეს რაღაცა რასთავარია იყო. ამ როიალზე ჯერ ბაბუაჩემი მუშაობდა, მე იყო მამაჩემის როიალი, რომელმაც ვიცით ერთგვარი ძალიან ესეთი ექსპერიმენტი გააკეთა ძალიან. ვიცით ყველა ბგერა აერო დააჭერ დოს სულ სხვანაირი ჟღერადობა გვიდე დო სხვა პიანინოზე. აი ეგ საინტერესო მოხატულობები. ეს მე პატარა ვიყავი და მაშინ ანდრიან და პანამ მოგცეს უფლება მოკლედ რომ ეს მომეხატა და 7-8 წლის ვიყავი მაშინ გერმანიიდან ახალი ჩამოსული ვიყავი, იქ ნახე შაგალის ვიტრაჟები მაინცში და ისე იმოქმედა და მის მე პასტელებით თან ძალიან ძნელი იყო ისე ვაქსენფარბენის პასტელებია ეს. და დავიწყე ამ კედლიდან და ნელ-ნელა მთელი სახლი ესე მომახატეს, არავინ არაფერს არ მოერგებოდა და მე დარჩა ის. და იმიტომ არავინ არაფერს არ გეუბნებოდა. ეს ჩემი ოთახია. ეს არის მამაჩემის პროექტი. ლამპა, რომელიც უნდა ყოფილიყო გრანდიოზული, დიდი ზომის და სხვათა შორის იცით მამაჩემი რომ წავიდა, გარდაიცვალა. უცებ აშენდა იუსტიციის სახლი რო არის. იმის სახურავი სხვათა შორის რაღაცით ვაგონებს ამას და რაღაცა სად უნდა ყოფილიყო და რა უნდა ყოფილიყო თუ უბრალოდ მონუმენტი? აი ესეთი მონუმენტი უნდა ყოფილიყო. არაფერი კონკრეტული დანიშნულება რო არ ქონოდა, იცით, პრაქტიკული კუთხით არა, უბრალოდ თვითონ ეს ფორმა რაღაცნაირად ეს წარმოედგინა რომ დიდზე ძალიან მასშტაბური იქნება და ხალხს მოუნდებოდა მისთვის შესვლა. ხო, ეს არის ბაბუაჩემის ანდრიას სამუშაო კაბინეტი, სადაც წერდა, მუშაობდა, ასევე მერე მამაჩემი მუშაობდა აქ და ეს მაგიდა არის, სადაც ძალიან ბევრი ისეთი რამე დაიწერა, რაც თქვათ ისტორიული სარი ნაწილობრივ. ну ეს არის ბაბუაჩემის დიდი ბაბუის, მელიტონ ბალანჩივაძის ესე იგი ჭიბუხი. მელიტონს ძალიან უყვარდა ხოლმე ეს ბოლში იჯდა სულ, ესე უბაშები ჰქონდა დიდი და ძალიან ესე პოეტურად სულ კრესლო საქანაოში იჯდა, როგორც იხსენებდა ხოლმე. ხო ეს ესე იგი ბალანჩინის პასტაა, რომელიც გამოგზავნა ანდრიას თუ ჩამოიტანა ანდრიამ მახსოვს. ხო, ეს არის ანდრიას ნიშნების, ასე ვთქვათ, ფურცელი, ძირითადად სამიანები. ფიზკულტურაში აქ ესე იგი 5 პირველი ქართული ბალეტის ძველი პროგრამა. აი ეს медаლი ვისაკუთრებთ? ეს медаლი ანდრიასია. ანდრია იყო ძალიან ბევრი медаლოსანი. ორჯერ სტალინის ორდენოსანი იყო, უამრავი ხალხო ევროპის რაღაცა ის ქონდა მედლები, საპატიო მოქალაქეები იყო, ლენინის ორდენოსანი, უამრავი ბევრი ქალაქის საპატიო მოქალაქე და ასე შემდეგ. ეს სკამები მიყვარდა ხოლმე ბავშვობაში, ეს ლომები და ეს ესეთი სოუთის პატარა რო ვიყავი, ისე მეშინოდა ხოლმე დაჯდომა, იმიტომ რომ ცოცხლთან მამაჩემი ყოველთვის ისე მეუნებოდა ხოლმე და ანდრიაც სულ მაშინებდა რომ შეიძლება რაღაცა შეიძლება გაცოცხლდეს. ძალიან ორიგინალური სამზარეულო გაქვთ. ძველი გერმანული წიგნებიდან არის სულ გაკრული, კეთინომ გააკრა და ესე თვალი ისე მაქვს მიჩვეული, სულ რაღაცა ფრაზები მაქვს დამახსოვრებული, სულ ციტატებად. ერთ-ერთი ციტატა რო დაგვისახელოთ. Willst du immer weiter schweifen? Sieh das gute liegt so nah, lerne nur das Glück ergreifen, denn das Glück ist immer da. თუ გინდა რომ მომავალი სულ წინ იარო და იარო და სტიმული კონდესო, ეძებეო რომ იცოდეო რომ ბედნიერებაო არის ყოველთვის შენ გვერდზეო.